მოგესალმებით კოლეგებო, ქორუმი გვაქვს. დღის ეს რიგით წარმოდგენილი გვაქვს მე-7 მუხლის თანახმად აგრარულ საკითხთა კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს შექმნა. პირველ რიგში დღის ეს რიგი დავამტკიცოთ, თუ შეიძლება. ჩვენ წინასხდომაზეც ვისაუბრეთ, მოგეხსენებათ, რომ აგრარულ კომიტეტს და არა მხოლოდ აგრარულ კომიტეტს, სხვა კომიტეტებს აქვს ასეთი პრაქტიკა. ქმნით საკონსულტაციო ჯგუფებს, დარგის სპეციალისტებს და როდესაც ჩვენ ვიხილავთ ამ თუ იმ საკითხს, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ადამიანები, დარგის სპეციალისტები ჩართული იყვნენ და მათი რჩევები, ხედვები გავითვალისწინოთ და მსჯელობაში, საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გამოადგება დარგს და ჩვენს მოსახლეობას. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა მოგეხსენებათ, როგორი რთული დარგია, აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს, ასე ვთქვათ, როგორც მეცნიერებას, ასე ტექნიკას და უფრო მეცაც ვიტყვი, გარემო პირობებზეც ძალიან მოწყვლადია და აქედან გამომდინარე მრავალი პროფილის და მრავალი მიმართულების, ცოდნის და ადამიანის ჩართვა აუცილებელი. ჩვენ ახლა წარმოგიდგენთ ინფორმაციას, მოკლე ინფორმაციას საკონსულტაციო საბჭოს შესახებ. ეს დავალება ჰქონდა ბატონ ივერი ახალბედაშვილს, აპარატის ხელმძღვანელს და საკითხსაც ბატონი ივერი წარმოადგენს. გთხოვთ, ბატონო ივერი. დიდი მადლობა, ბატონო გელა, კომიტეტის წევრებო, სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევების შესწავლის, დარგობრივი სპეციალიზაციის საკითხებზე კონსულტაციის გაწევის მიზნით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 57 მუხლის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან იქნება საკონსულტაციო საბჭო. ბატონო გელა, საბჭოს შემადგენლობა დებულება გაცნობის მიზნით დაეგზავნა კომიტეტის წევრებს წინასწარ. წარმოგიდგენთ აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას. მინდა გითხრათ, რომ შემადგენლობა წარმოდგენილი არის როგორც სამეცნიერო სექტორი, წარმოდგენილი არის როგორც პრაქტიკული წარმოადგენლების, აგრარული სექტორის წარმოდგენილი არის ფერმერები. მოკლედ შევეცადეთ, რომ ყველა სფერო მოგვეცვა საკონსულტაციო საბჭოში. თქვენის ნებართვით წარმოგიდგენთ საკონსულტაციო საბჭოს სავარაუდო შემადგენლობას. ალექსანდრე დიდებულიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი აკადემიკოს მდივანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. როზა ლორთქიფანიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. თამას დუნდუა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაცია ელკანას პროგრამის მენეჯერი. ბექა გონაშვილი, ფერმერი. მერაბ ჭითანავა, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. ლევან სილაგავა, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. რუსუდან გიგაშვილი, ორგანიზაცია მომავლის ფერმერის ხელმძღვანელი. ქეთევან კვიჩიძე, გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი. ქეთევან ექიზაშვილი, ქართული რძის ნიშნის ფედერაციის გამგეობის წევრი. სულ 10 წევრი საკონსულტაციო საბჭოში. თუ გნებავთ და თუ იქნება თქვენი სურვილი, წარმოგიდგენ დეტალურად რა მიმართულებებზე მუშაობენ წარმოდგენილი საბჭოს წევრები და შემიძლია გაგაცნოთ აგრეთვე დებულების ძირითადი
მიმართულებები. მადლობა ბატონო ივერი, ეს დარიგებული იყო კომიტეტის წევრებთან და კომიტეტის წევრები გაეცნენ თითოეულის საქმიანობას, თან ეს პირველი წელი არ არის და პირველი მოწვევა არ არის. ეს ადამიანები ადრეც იყვნენ საკონსტიტუციო საბჭოში ჩართულები წინა მოწვევის პარლამენტის დროს. თან მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არა ვართ არც რაოდენობაში შეზღუდული, შესაბამისად შემდგომში თუ რომელიმე ორგანიზაცია ან რომელიმე პირი გამოთქვავს სურვილს, რომ მოავლინოს თავისი წარმომადგენელი საკონსულტაციო საბჭოში, ბუნებრივია კომიტეტი იმსჯელებს განიხილავს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ ამ შემადგენლობით უყაროთ კენჭი, დავამტკიცოთ კომისიის უпростоრეთ საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და მე შემდგომში ასევე ჩავნიშნოთ მათთან პირველი შეხვედრა, როგორც გაცნობითი და ისე ზოგადად მათთან ერთად მიმოვიხილოთ დღეს არსებული რეალობა და საომავლო გეგმები. დავაყენებ ბაშკენჭისყრაზე, ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ. წინააღმდეგი არ ყავს, მაშინ ერთხმად მიღებულია. ჩვენ სხვა საკითხი არ გვაქვს, თუ რაიმე ან მოსაზრება ან შენიშვნა არ გაქვთ, მაშინ კომიტეტის ხდომა დახურულია. დიდი მადლობა.